ეს სოფელი უდეა, ეგრეთ წოდებული პირდაპირების დასახლება. უკვე 1 წელია ამ ტერიტორიაზე ხალხი თითქმის აღარ ცხოვრობს. მათი სახლები შარშან მეწყერმა დაანგრია, დააზიანა და საცხოვრებლად საშიში გახადა, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო. ეს კაკლის ხეა, რომელიც მეწყერმა შუაზე გახლიჩა. 1 წლის წინ გადაღებულ კადრებში ის ასე გამოიყურებოდა, ახლა კი ასეთ მდგომარეობაშია. პირდაპირებში მცხოვრებთა ნაწილმა სახლი მეწყრის შემდეგ მალევე დატოვა, ნაწილი ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს და გადასასვლელად ემზადებიან. ადიგენის მერიის ცნობით, მათ რამდენიმე დღის წინ მიიღეს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც განსახლებას კიდევ 3 ოჯახი ექვემდებარება. კონკრეტულად რა წერია დასკვნაში? ამის გასაგებად ადიგენის მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგთავაზეს. ჩვენ უწყებას კითხვებით უკვე მივმართეთ. რო დასკდა ეს აგერ შევკარი უგოლნიკებში და არაფერი რო არ ეშველა, უგოლნიკიც გაღონულია ემჩნევა. რავი, არ გაჩნდა რაც საერთოდ არაფერი. ამ 3 ოჯახს შორის არ არიან პარუნაშვილები. სოსო პარუნაშვილის საცხოვრებელ სახლს ბზარები 1 წლის წინ გაუჩნდა. ბზარები თითქმის მთელ შენობას გასდევს. დაზიანდა ეგრეთ წოდებული სახლის სარტყელი, კედლები, ჭერი. სოსო პარუნაშვილი გვეუბნება, რომ რამდენიმე თვის წინ სახლის გამაგრება საკუთარი ძალებით სცადა, მაგრამ ვითარება ვერ გაუმჯობესდა. შარშან ზაფხულში ეს რით იყო დაწყებული, მაგრამ ეს გამაგრება რო გაუკეთე გარედან რა. ეს უგოლნიკებში ალმატურებს შევკარი, მეგონა გააჩერებდა, მაგრამ არავით არ გაჩერება. პირკისო მას აქნა დაჟე ალბოცა უგოლნიკმა მუცელი გაიკეთა. უკვე მჩნევა რომ გადაიტანა შუაწელმა წაიღო, ახლა ზედა ქვედა თავი შეაჩერა და შუაწელი გაიტანა ემჩნევა. გამაგრებას ამას არაფერი არ უსვლის. იმ დონეზე დახეთქილია, ეზოშიც რო გახვიდეს უწყლები დგას. ამ წუთში კი თოვლია, მაგრამ საფულშიც აი ოდნავ წვიმას და ვერ გადიხარ ვალნიკების გარეშე. კარები უკვე მეტი აღარია. მეწყერმა დააზიანა და ასე გამოიყურება პარუნაშვილების საცხოვრებელი სახლის ახლად დაგებული იატაკიც. გატეხილია, დაიწია და სულ დაინტრო მეტალახის და ყველაფერი. მანამდე იმდენად არ იყო, ნაკლებად იყო, მაგრამ ეს კი შუა გახეთქილები იყო, მაგრამ რომ დაიწია, 1 წელია დაიწყო. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ ჩატარებული გეოლოგიური კვლევის დასკვნის მიხედვით სახლი არ ექვემდებარებოდა დემონტაჟს და გამაგრებას სჭირდებოდა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მეწყერი კვლავ აქტიურდება, გეოლოგები განმეორებით მოიწვიეს, რომლებიც კიდევ ერთხელ შეისწავლიან სახლის მდგომარეობას, თუმცა კონკრეტულად რა ვადებში უცნობია. გამოიკვეთა გეოლოგიური დასკვნის შემდეგ, რომ ეს სახლი არ ექვემდებარება დემონტაჟს, ანუ განსახლებას არ ექვემდებარება და დაექვემდებარა გამაგრების სამუშაოებს. თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იქ გამაგრების სამუშაოების ჩატარება გადაიდოს კიდეც. რამე თუ ხედავ, რომ მეწყერი ნელა-ნელა ისევ იწყებს გააქტიურებას, დამატებით გეოლოგები წერილი გაგზავნილი გვაქვს, მოწვეული გვაქვს და დავადგენ თუ ის დემონტაჟს ექვემდებარება, დემონტაჟს გაუკეთებთ. სანამ გეოლოგები საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეისწავლიან, პარუნაშვილები იძულებულები არიან დაზიანებულ სახლში იცხოვრონ, რადგან ალტერნატიული ფართი არ აქვთ. დღეს ჩვენი რესპონდენტი კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა და გეოლოგიური დასკვნა მოგვაწოდა, სადაც წერია. ორივე სართულზე დაბზარულია. როგორც შენობის მზიდი კედლები, ისე შიდა ტიხრები. დამჯდარია სამხრეთი კედელი, სადაც შეინიშნება 2 სანტიმეტრამდე დიაგონალური ბზარი. ამობერილია იატაკი და დამსკდარია კერამიკული ფილები. აგრეთვე კარფანჯერას უჭირს გაღება და ხურვა. სახლის დაზიანების ძირითადი მიზეზი ფერდობში არსებული გრუნტის წყლების მაღალი დონეა, რაც მთელი უბნის პრობლემაა. სიმონ პარუნაშვილის სახლს ესაჭიროება დაზიანებული მზიდი კედლის აღდგენა, გამაგრება. სახლის გარშემო ღრმა სადრენაჟო სისტემის მოწყობა. სახლის სახურავის გარშემო ჟოლობების და მილების მოწყობა. სოფელ უდეში აქტიური მეწყერი ხიფათს ქმნის შიდა საავტომობილო გზაზეც. აქ მიწა 3 დღის წინ ჩამოიშალა, შედეგად გადაადგილება ჩაიკეტა. აქ მცხოვრები ალექსი თუმანიშვილი გვეუბნება, მიწის მასა გზაზე 3 დღის წინ ჩამოიშალა და მიმოსვლა შეზღუდა.
ეს გზა რამდენიმე ოჯახს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. ახლა ადგილობრივები სახლებთან შემოვლითი გზით დადიან. შემოდგომით შემოდიოდი ჩვეულებრივ რა. ახლა ეს 3-4 დღეა უფრო მოემატა. გამგებელთან შევთანხმდით, რომ ცოტა ეს თოვლი და რამე დადნესო და გზას გაიკეთებთ რა. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ გზას მას შემდეგ გაწმენდნენ, რაც ნიადაგი გაშრება. ახლა ტერიტორია თოვლით არის დაფარული. ჯერ სველი არის ნიადაგი ახლა იქ. აი ველოდებით ალბათ 1-5-6 დღის განმავლობაში მიწა შედარებით შეშრება, რომ აზრი გქონდეს გაწმენდას, იმიტომ რომ თუ ცოტა მიწა არ შეშრა, ის რამდენს წმენდავთ, იმდენი მოდის იქ ჩამოდის და ამაგას გავაკეთებთ. ადიგენში განგრძობადი მეწყრის შედეგად ჯამში რამდენი ოჯახი გახდა იძულებული შეეცვალა საცხოვრებელი. ადიგენის მერიაში ინფორმაციის საჯარო წესით მიღება შემოგთავაზეს. ჩვენ მონაცემები უკვე გამოვითხოვეთ. ვიდრე გაერთიანებულ მონაცემებს მივიღებთ, ადიგენის მერიაში დაზარალებული მოსახლეობისთვის გაცემული კომპენსაციის ოდენობას გვეუბნევიან. უწყების თანახმად სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას, მათ ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი ჰქონდათ, 30,000 ლარი დაურიცხეს, ხოლო დანარჩენებს 50,000 ლარი. მერის გოჩა ქიმაძის თქმით, კომპენსაცია ჯამში 51 მოსახლეზე გასცეს. ჯერ იყო 18 სახლი, რომელიც განსახლებას ექვემდებარებოდა. შემდეგ 3 მალევე დაემატა და გახდა 21. და შემდეგ, როდესაც პროცესები განვითარდა და დაველოდეთ ბოლოს, 51 ოჯახმა მიიღო წელს კომპენსაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, უდეში მეწყრის შედეგად დაზარალებული 14 სახლის რეაბილიტაციისთვის 270,000-ზე მეტ ლარზე ტენდერი 2 ეტაპად გასული წლის 25 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა არც ერთი არ შედგა. მერი ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არავინ მიიღო და გეგმავენ ტენდერი ხელახლა გამოაცხადონ. რამდენად არის საფრთხე იმისა, რომ დიდთოვლობის შემდეგ მეწყერი კვლავ გააქტიურდეს და როგორ შეიძლება პროცესის პრევენცია? ვკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელს ნინო ჩხობაძეს. ის მიწა ფაქტიურად იხსნება და საკმაოდ მოძრავი ქანებია. ეხლა დიდთოვლობაზე შეიძლება უფრო მეტად გააქტიურდეს, იმიტომ რომ ამის საფრთხე ნამდვილად არის. მე უბრალოდ ძალიან ვშიშობ, რომ ამ ფონზე კლიმატის ცვლილების და თუ ძალიან სწრაფი ტემპერატურის აწევა მოხდა, შეიძლება არა მარტო ის დაფიქსირებული ზონა იყოს, არამედ ცოტა მეტი შეიძლება უფრო მასშტაბური გახდეს და დაცურება ნიადაგის და მეწყრული პროცესი უფრო გააქტიურდეს. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ წინასწარ ამას ვერ ვამბობთ. უბრალოდ ძალიან ფრთხილად, მაქსიმალურად, სადაც კი უკვე გასახლება უნდა მომხდარიყო, უნდა გააქტიურდნენ და უნდა გადაიყვანონ ხალხი, იმიტომ რომ რამე მსხვერპლი არ მოყვეს ამ. ძალიან რთული პროცესია მეწყერის შეჩერება. თუმცა არსებობს მეთოდოლოგიები, რომელიც შეიძლება თვითონ მოსახლეობამაც გამოიყენოს, ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვაცილოთ წყალი და ტერასირება კიდე რაღაცნაირად შველის ამ პროცესებს. ჩვენი რედაქცია ცდილობს გაარკვიოს, იყო თუ არა ტერიტორია გეოლოგიურად შესწავლილი მაშინ, როდესაც მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ პირდაპირებში დასახლდა. მერიიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაცია ამ თემაზეც გამოვითხოვეთ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.